სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საახალწლო კონცერტები ტრადიციულად წელსაც ქვეყნის მასშტაბით ყველა ქალაქში იმართება. კახეთში ღონისძიებები წელს გურჯაანიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა მოსახლეობასთან ერთად მთავარი ნაძვისხე საზეიმო დაანთო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და გაიმართა კონცერტი მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. Bravo! Aplodismentები! ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებით იგრძნობა. საქართველოს მთავრობის კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით უკვე რამდენიმე დღეა ქვეყნის მასშტაბით სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. კახეთში გურჯაანი პირველი ქალაქია, რომელმაც ახალი წლის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობასთან ერთად საზეიმო დაანთო მთავარი ნაძვისხე და განათდა ცენტრალური ქუჩებიც. გურჯაანში საქართველოს მთავრობის კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა, მიმდინარეობს. მე ჩემს შვილებთან ერთად და გურჯაანელებთან ერთად ავანთე ქალაქის მთავარი ნაძვისხე. ღონისძიების პატარა მონაწილეებს თოვლისპაპა საჩუქრებით და ტკბილეულით უმასპინძლდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დამდეგი ახალი წელი მიულოცო სრულიად საქართველოს 2026 წელი ყოფილიყო სხვავის ბარაქის მშვიდობის გამთლიანების გაერთიანების წელი. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა. პატარა სტუმრები კი თოვლის პაპამ დაასაჩუქრა. აქტივობები ყველა ასაკისა და გემოვნების ვიზიტორზე იყო გათვლილი. ძალიან ლამაზია წელს განსაკუთრებით გურჯაანი, ამაღლებული განწყობითა ვართ და ძალიან მოგწონს აქავრობა. კონცერტი ძალიან არაჩვეულებრივი იყო, ყველას მთელ გურჯაანს და სრულიად საქართველოს, როცა დამდეგშობა ახალ წელს. არაჩვეულებრივი საღამოა, არაჩვეულებრივ განწყობაზე ვართ. მეგობრებთან ერთად მოვედი, ძალიან ვისიამოვნე, ძალიან კარგი დრო გავატარეს და ასეთი ღონისძიებები გვაერთიანებს ახალგაზრდებს. ულამაზესად არის ქალაქი მორთული და გურჯაანი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა გალა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობას თბილისიდან მოწვეული მომღერლები იღებდნენ. პირველ რიგში იმას აღნიშნავ, რომ არის საოცარი ატმოსფერო, ალბათ თქვენ შეატყობდით და ამისათვის უღმესი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ აქ მომსვლელს, იმიტომ რომ რა ვიცი, უმაგრესი განწყობა დაგვახვედრეს, უდიდესი მასპინძლობა გამოიჩინეს, როგორც კახეთში შევია და რა ვიცი, ძალიან მედნიერი წავალაქედან ბევრი, ესე ვთქვათ, კარგი ემოციით სავს. კონცერტები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში, 62 მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში და წეროვანში. ღონისძიებების მთავარი მიზანია რეგიონებში სადღესასწაულო განწყობის შექმნა.